მოგესალმებით. პროფესიული კარიერის მანძილზე ასევე მიწევს ჩართვა საოჯახო დავებში. ვინაიდან ვარ სპეციალიზებული ადვოკატი ბავშვთა უფლებებში, მინდა წარმოგედგინოთ ერთ-ერთი საქმე, რომელიც არის კს-ს სასარჩელო განცხადება მოპასუხე რბ-ს წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენდა არასრულწლოვანი ბავშვის გს-ს საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ ჩატარდა არაერთი მოსამზადებელი სხდომა და საბოლოოდ მხარეთა შორის დამტკიცებული იქნა მორიგება, რომლის მიხედვითაც დედას მიეცა ურთიერთობის საშუალება შვილთან, თუმცა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. შესაბამისად, თუ თქვენ თქვენი ცხოვრების მანძილზე გაქვთ მსგავსი სახის პრობლემები და თუ რომელიმე მშობელი, ასე ვთქვათ, ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას ბავშვთან დაკავშირებით, რითიც არღვევს მეორე მშობლის უფლებას, აუცილებლად უნდა დამიკავშირდეთ, ვინაიდან კანონმდებლობიდან გამომდინარე, არც ერთ მშობელს არ აქვს უპირატესობა შვილთან დაკავშირებით, ორივეს თანაბარი უფლებები და მოვალეობები აკისრია ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით და შესაბამისად, როდესაც ირღვევა თქვენი უფლებები, აუცილებლად გჭირდებათ სასამართლო წესით თქვენი უფლებების დაცვა. გმადლობთ ყურადღებისთვის და ველოდებით თქვენს შეტყობინებებს.